ამ ხნის განმავლობაში მოერა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა რამდენიმე 1000 კონცერტი მისცა თუ შეიძლება ვთქვა და მე ყოველთვის მოწმე ვიყავი მისი უზარმაზარი წარმატებისა. სადაც კი გამოდიოდა ყველგან ქუხარეტაში თეგებებოდა მსოფლიოს ყველაზე დიდი პრესტიჟული დარბაზები ფერზე ამგვარად ხშირად ტაშს უკრავდნენ და ესალმებოდნენ ბატონ ომარს. მას არაჩვეულებრივი ცესობა გააჩნდა რომ იყო საოცრად ჩვენს მოყვარე, საოცარი ნიჭიერებით დაჯილდოებული და მოყვარული თავისი საქმეს. აი უყვარდა თავისი სპეციალობა, თავისი ინსტრუმენტი, თავისი სალამური არ ვიცი როგორ. ყოველთვის აი დღე და ღამე მზად იყო ან დაეკრა, ან ესაუბრა სალამურზე, ან რაღაც მოეძებინა ამისთვის სპეციალურად ქმნიდა გარემოს იმისთვის რომ სალამური გამოეწია წინა პლანზე და დღეს თუ საქართველოში პატარა მესალამურები წერს ნახავთ სხვადასხვა რეგიონში და თუ ასე გავრცელებულია ეს ინსტრუმენტი ამაში ბატონი იმარის უდიდესი მადლია. ეს კაცი ნამდვილი მოღვაწე იყო და მან დაამკვიდრა საქართველოში შეიძლება ამაღლა ითქვას აი ეს წყემსის უბრალო სალამური რომელსაც არაჩვეულებრივად რთულ მელოდიებს უკრავდა. ომარ კელოტრიშვილი საქართველოს ყველა კუთხეში აგროვებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. დღეს ჩვენი პროგრამა ეთერშია. მინდა წარმოგიდგინოთ ანსამბლი კელაპტარი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ბატონი დავით ქავთარაძე. ბატონ დავით, თუ შეიძლება გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს თქვენი ანსამბლის წევრები. კი ბატონო, სიამოვნებით. ხლავით საიდან დავიწყო? აქედან დავიწყოთ. ხელმარჯვენა. დიახ, შეიძლება. ლელა მეცხვიშვილი, რომელიც გახლავთ ჩანგზე დამკვირველი, სხვა შორის მინდა აღნიშნო, რომ დღეს ჩანგზე იშვიათად უკრავს ქალი, მე ფაქტიურად ბავშვთა ანსამბლებში და ორკესტრებში თუ მინახავს. ქალი დამკვირველი, პროფესიონალებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. შემდეგი რუსუდან ჯოჯუა, რომელიც ცხონებული ომარ კელაპტიშვილის დროს რუსთავიდან დადიოდა
დღესაც რუსთავიდან დადის ვეძებს ხაზს, რომელიც თბილისელი იქნება და რომელიც დღეს შეუწყობს ამ შესანიშნავ პირველი ხმის მქმელს თავის საქმიანობაში. იზოლდა ფიფია მეგრული სიმღერების უბადლო მართლაც უბადლო შემსრულებელი და მცოდნე. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი იზოლდა ჩვენს ანსამბლში ბრძანდება ცხოვრებული ომარ გელაკვიშვილის ასე ვთქვათ აფეთქელი ვალი დღესაც მოყვება. დათო რატიანი არის პროფესიით ინჟინერი, პროფესიონალი კაცია თავის საქმისა და იყო განყოფილების გამგე. მაგრამ ისე წავიდა ჩვენი ცხოვრება, რომ დღეს ყველაფერს თავი გაანება და გახდა მხოლოდ მუსიკოსი. ძალიან კაი პროფესია აურჩევია. და მის გვერდით ზის ქალბატონი, საქალბატონე თამარ რატიანი. შესანიშნავი ხმის პატრონი, სხვა შორის თამარ რატიანი მე მივიღე ანსამბლში იმედით, რომ თამარი მართლაც იმ ღირსეულ მომღერლებს შორის ჩადგება, რომელიც ჩვენს წინაპარ ქალებს ეკადრება. ლელა გოლიაძე გახლავს ანსამბლ რუსთავის წევრის ამირან გოლიაძის ქალიშვილი. აუცილებლად უნდა ვთქვათ. და შესანიშნავად მღერის მესამე ხმას, თუმცა არ უჭირს არც მეორე ხმა, მაგრამ ჩვენს ანსამბლში აი ამ როლს ძალიან კარგად აკეთებს და ამის გარდა ფოლკლორის სასახლეში ლელას ყავს მომღერალი ბავშვები, რომლებსაც აზიარებს ამ ხელოვნებას და ხელმძღვანელობს ამ ანსამბლს. მარინა ბარდაველიძე ასევე ჩვენს ანსამბლში მესამე ხმას მღერის და სხვა შორის აღსანიშნავია, რომ წერს საესტრადო სიმღერებს, რომელსაც თვითონ ასრულებს ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა ანსამბლს ჰქონია კონცერტი, მარინასაც თავისი სიმღერა შეუსრულებია და ამ ბოლო დროს ჩემს გოგონებთან ერთად უკვე კვარტეტში გააკეთეს და გაამრავალფერონეს თავისი დაწერილი სიმღერები. უჩა პატარიძე გახლავთ ჩვენი მომღერლის ლია ხუნწარიას ვაჟიშვილი, ასევე მე მოვიყვანე უჩა ანსამბლში, ნიჭიერი კაცია, სწავლობს კულტურის ინსტიტუტში, მეორე კურსია და სხვა შორის პედაგოგ მასწავლებლები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მათ შორის მეც, იმიტომ რომ წერს დამოუკიდებლად ინდივიდუალურად მუსიკალურ სიმღერებს, ნაწარმოებებს, საგუნდო სიმღერებს და ეხლა გდანის სიმნი რო იწერებოდა, უჩამაც მიიღო აი ამ კონკურსში მონაწილეობა და იმ დიდ კომპოზიტორების გვერდში დააყენეს, თუმცა პირველი ადგილი ვერ აიღო, მაგრამ ალბათ მოვა დრო და უჩა თავის სიტყვას ქართულ ხალხურ ხელოვნებაში. ყველაფერი წინა აქვს. მარინა გიორგაძე, რა შეიძლება მეუღლეზე ილაბარაკოს კაცმა, ცოტა არ ვიცი, რთულია, მაგრამ აუცილებელია. სიტყვას ვიტყვი. შესანიშნავი შემსრულებელი ფანდურზე, იშვიათი ხელის პატრონი, ამას ყველა აღნიშნავს. რა თქმა უნდა, მესამე ხმას ხვევის ჩვენთანაც. მე მიხარია, რომ თქვენი მეუღლეა და ჩემი მეუღლეა. ანა ბაჯიაშვილი. ჩვენი ანსამბლის ბულბული. საქართველოს მუსიკალური სამყარო, საზოგადოება თვლის, რომ ეს არის ქალების ჰამლეთ გონაშვილი. ლია ხუნწარია ჩვენი, ასე ვთქვათ, მეგრელი გოგო, რომელიც ისე კარგად მღერის ქართულ კახურ სიმღერებს, შეიძლება ბევრ ქართულ კახებს შეშურდეს. და ვერც სიმღერონ ისე როგორც ეს ქალბატონი მღერის. ესეც ბატონი, რა თქმა უნდა, ძირითადი მასა ბატონი ომარ კელაკვიშვილის აღმოჩენილია ანსამბლში და იქედან მე ძალიან აქა-იქა მომღერალ ინსტრუმენტალისტი თუ მყავს მე მიღებული და ქალბატონი ლია ისე კარგად მღერის იშხნელების რეპერტუარიდან ქალაქურ, ასე ვთქვათ, სიმღერებს რეპერტუარს მე პირდაპირ ვდნები ხოლმე. და არაერთხელ აღუნიშნავთ ეს, როცა იგი ქალაქურ სიმღერებს მღერის გიტარის თანხლებით, შესანიშნავად უკრავს გიტარაზე, უკრავს ფანდურ მესამე ხმაზე, მღერის პირველ ხმას, რაც გამიჭირდება, პირველ ხმასაც მღერის, მეორე ხმასაც მღერის და ეს გაჭირების წარკვეცია მოკლედ. თამას მამალაძე, ეს კაცი ჩვენი ანსამბლის ბერმუხა, ესე შეიძლება ითქვას. ყოველ შემთხვევაში მე უკვე იმ ანსამბლში ვიყავი, თამაზი რომ მოვიდა, მაგრამ
ალბათ სადღაც ერთი წელი იქნება განსხვავება, ნახევარი წელი, რაც თამაზის მიბასარი ამ კოლექტივში მისვლა. წლების მანძილზე თამაზი ზრდის თაობებს, ასწავლის ქართულ ხალხურ საკრავებს. ყავდა შესანიშნავი კოლექტივები, ორკესტრები. და ბოლოს ბოლო ლუკმა, ტკბილი ლუკმა შემოვინახე. ალბათ ისე დაიწყო მთელი კოლექტივი, რომ ომარის აქეთ ბოლოში მოხდა ომარ კელაპრიშვილი. საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპრიშვილის ვაჟიშვილი. რომელმაც დაამთავრა სასწავლებელი, კულტურის ინსტიტუტი, 5 წელი ისწავლა. არის ანსამბლ რუსთავის სოლისტი. და არის ანსამბლ კელაპარის სოლისტი. უკრავს სალამურზე. ძალიან ზრდილი, ძალიან წესიერი, ძალიან კეთილშობილი კაცია და გვერდში გვიდგას უკვე დაამთავრა სასწავლებელი და რაღაცა გააგრძელებს თავის ასაკს. პატარა ომარიკო. შემოქმედებით ცხოვრება. ბატონი ომარი ეძახა. კი ბატონო. მესამე ხმა. ეხლა მე ვიცი რომ თქვენ დღეს ერთი წევრი რაღაც მიზეზების გამო ვერ მოვიდა, ფიზიკურად არ არის და ზიაყიფიანი, ფაქტობრივად ზიაყიფიანზე მინდა თქვა, რომ ზიაყიფიანი არის ომარ კელაპტრიშვილის, ასე ვთქვათ, თანატოლი, თითქმის თანატოლი უმცროსია, მაგრამ მასთან ერთად უკრავდა ჩანგზე. იყო ასეთი დიდებული კაცი კირილე ვაშაკიძე, რომელმაც შეიძლება ითქვას საქართველოში კიდევ ერთხელ გააღვიძა ქართული ხალხური საკრავები და ტემპერირებული გახადა ჩვენი ფანდური, მესამე ფანდური, ჭუნჯების მთელი ოჯახი შექმნა და აი ამ ორკესტრში უკრავდა მზია ყიფია. რამდენი წელია ეს ანსამბლი არსებობს? მაშინ ჩვენ უნდა ნაწილობრივ მოკლედ მთელი ისტორია მოვყვეთ. ეს იყო 1979 წელი, როდესაც ტელერადიო მაშინ კორპორაცია არ იყო კომიტეტი, ნუგზარ ფოფხაძე ედგა სათავეში და ზუსტად ნუგზარ ფოფხაძის ინიციატივით, კირილე ვაშაკიძის ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში ქართულ ხალხოსაკრავთა ორკესტრი. იმუშავა რამოდენიმე წელი ქართულ ხალხოსაკრავთა ორკესტრმა და ბატონი ომარ კელაპრიშვილი ჩაუდგა მას სათავეში. ბატონი ომარ კელაპრიშვილს გაუჩნდა სურვილი აი ამ ორკესტრთან და ყოფილიყო ქალთა ვოკალი, ჯერ ვაჟთა ვოკალი შექმნა, მერმეთ ქალთა ვოკალი, რომელმაც გაამართლა და შეარქვა იავნანა, აი ამ მთლიან შემადგენლობას, ანსამბლი იავნანა. ხოლო ბატონი ომარ კელაპრიშვილის გარდაცვალების შემდეგ მთელი ჩვენი კოლექტივის სურვილი იყო, რომ ამ ანსამბლს შექმნოდა მისი სახელის უკდავსაყოფად კელაპტარი. და ეს დღესაც კელაპტარი ქვია. და თქვენ როდის მოხვედით ანსამბლში? უკვე იყავით ბატონი ომარის დროს თუ
რომ მოგვიანებით და როდის ჩაუდექით სათავეში? მე სანამ ბატონი ომარ კილოტოშვილი მოვიდა და მე უკვე ვიყავი ქართულ ხალხს საკათოლიკოში, ეს იყო 1979 წელი, მე დაარსების დღიდან ვიყავარ. და მეორე კითხვა ბაბატიეთ? თქვენ როდის ჩაუდექით სათავეში? მერვე წელია. Dalla